მე მეგონა ვიღაცა დავალავე მოსამართად გავდა. არა, არ ვიცი მე ჩვენი დღევანდელი აქ შეკრების მიზეზი გახლავთ ეს სათამაშო მოედანი, რომელიც რამოდენიმე კვირის უკან გადმოინგრა მისი 20 მეტრა სიგრძისა და 2 მეტრა სიმაღლის კედელი, რომელსაც შეიძლებოდა სავალალო შედეგი გამოეწვია. უბრალოდ იმ დღეს წვიმა რომ მოდიოდა, ბავშვები გარეთ არ თამაშობდნენ და ამით გადავრჩით. ზუსტად 2012 წელს მე კარგად მახსოვს აი ამ მოედანზე ბატონმა შალვა ნათელმაშვილმა წარმადგინა როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი ლეიბორისტული პარტიიდან ნაზალადევის რაიონში, კერძოდ თემქაზე. ჩემი მაშინდელი პრიორიტეტი გახლდათ ზუსტად აი ამ დანგრეული სტადიონის შეკეთება და ბავშვებისთვის შემენარჩუნებინა ეს სკვერი. ასეთი სკვერები აქ თემქაზე მრავლად არის, რომელიც არის მიუხედავი, მოუვლელი და კიდევ სხვა მრავალი საკითხი კიდევ გადასაჭრელი. აქ იყო მიწისქვეშა კანალი კომუნიკაციებთან დაკავშირების საკითხი გატანილი. აქ იყო კიდევ გზის საფარის შეკეთების საკითხი. მაშინ ჩემთან ერთად მაჟორიტარობის კანდიდატი გახლდათ ბატონი ჯაბასამუშია ოცნებიდან, რომელიც კარდაკარ დადიოდა, მოსახლეობას ეხვეწებოდა რომ ხმა მიეცათ მისთვის მხარი დაეჭირათ არჩევნებში. მან ეს არჩევნები მოიგო, მაგრამ მის შემდეგ 4 წელი გავიდა და კაციშვილს არ უნახია. მე მოვთხოვ პირადად ჯაბასამუშიას, რომ აი ეხლა ამ გაჭირვების ჟამს, როდესაც აი ეს სტადიონი არის ესე სავალალო სიტუაციამდე მისული, მობრძანდეს დაუდგეს იმ ხალხს გვერდით, რომლებმაც მას მხარი დაუჭირეს და ჩაატაროს ისეთი სამუშაოები, რომელიც ესაჭიროება აი ამ სტადიონს, რომ ბავშვებს შეუნარჩუნოთ ეს სათამაშო მოედანი. აქ ცხოვრობენ სოციალურად დაუცველი ხალხი, მათი შვილები სარგებლობენ ამ მოედნით და მათ არ აქვთ იმის საშუალება, რომ გავიდნენ ქალაქ გარეთ და იქ ფასიან გასართობ ცენტრებში და მოედნებზე და სკვერებში გაერთონ რაღაცნაირად. ამასთან დაკავშირებით ეს ბავშვები ყოველთვის მოდიან და აი აქ ამ სტადიონით სარგებლობენ. სანდო წყაროებით მოგვეწოდა ინფორმაცია, რომ აქ უნდა აშენდეს კორპუსი. ანუ ეს გრევა და მიუხედავობა განაპირობებს იმას, რომ აქ ნამდვილად აშენდება კორპუსი. და ვინ აპირებს ხომ არის კონკრეტულად კომპანიას ვერ მოგახსენებთ. აგერ არის 2-14 სართულიანი, იმის გვერდზეც იყო რაღაცა პატარა ადგილი, რომელიც უკვე აუთვისებიათ და უკვე პირველი სართული დამთავრებულია, შენდება მრავალსართულიანი კორპუსი. უბრალოდ მოთხოვნა გვაქვს იმისი, რომ გაგვიკეთონ ეს მოედანი როგორც საჭირო არის, ისე რომ არ იყოს რაღაც ხიფათი არ შეექმნათ ბავშვებს მომავალში, რომ ისევ ანალოგიურად არ ჩამოიშალოს და ვინმე არ მოყვეს აქ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ბავშვი თამაშობს ამ ადგილას, ეხლა სიცხეა და უბრალოდ არ არის იმდენი ხალხი. და ნუ რა ვიცი, მომავალში თუ რამე საშიშროება არის იმისი კიდევ რომ რაღაცა კორპუსი აშენდეს, დამერწმუნდეთ, ამდენი ხალხი არის, ეს უფრო სწორედ ასეთი ცოტა ხალხი არ იქნება. თუ ეს ნამდვილად დამტკიცდა და იქნება ის საშიშროება, რომ აქ აპირებენ კორპუსის აშენებას, გამოვა ძალიან ბევრი ხალხი. ეს უბრალოდ შემთხვევით შეკრებილი ხალხი არის, რომ ჩვენ არ ვიცოდით ესეთი რამე რომ ხდებოდა და მოდიოდა ტელევიზია, თორე ბევრი ხალხი დაგვდებოდათ აქ. როდის ჩამოვიდა? ეს ჩამონგრეულია დაახლოებით 1 კვირის წინ. ანუ აი წვიმები რომ იყო, ძალიან ესეთი დიდი მასა იყო მაშინ, სადამ რავი, აი 1 კვირის წინ დაახლოებით რა რაღაც ეგ პერიოდია. ეს წლებია ასე არის, ეს ახლა ახალი ამბავი ხომ არ არის. ეტყობა კიდეც რომ წლების მანძილზე არ მომხდარა აქ არანაირი არც შეკეთება, არც აშენება, არაფერი კეთდებოდა, მხოლოდ სტადიონი, მოედანი.